წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი შემოგვიერთდა. მამა ლუკა, დილომშვიდობისა, მადლობა მოგბრძანებისთვის. დილომშვიდობისა, კაიხარეთ ღმერთმა დაგულოცოს. გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას. ჩვენ ტრადიციულად ვილოცავთ ხოლმე ერთმანეთს და მაყურებელსაც გუშინაც მიულოცეთ, დღესაც ვილოცავთ და ვიცით ყველამ რომ დიდი მარხვის პირველ კვირაში ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის კანონი. სწორედ ამ კანონის შესახებ გვინდა ვისაუბროთ დღეს და სინანულის მნიშვნელობის შესახებ. თუმცა მანამდე ჩვენ გვაქვს საშუალება რომ მაყურებელს შევთავაზოთ გუშინდელი ვიდეო, გუშინ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთანაც იქნა წაკითხული ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონი და სწორედ აი ამ ვიდეო ჩანაწერის ჩვენება შეგვიძლია ახლა და შეთავაზება ჩვენი მაყურებლისთვის. მოგეხსენებათ, დიდ მარხვის დაწყებასთან ერთად ტაძრებში დილით ყოველდღიურად ჟამნობები აღესრულება, ხოლო პირველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონი იკითხება. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საპატრიარქოს დედათა მონასტრის წევრებთან ერთად წმინდა ანდრია კრეტელის კანონის მსახურებას საპატრიარქო რეზიდენციაში დაესწრო. ლოცვა წაიკითხეს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, დეკანოზებმა იოვანე ოჩიგავამ და ნიკოლოზ თურმანიძემ. აი ნახეთ ვიდეო, პატრიარქი დაესწრო გუშინ წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის კანონის კითხვას და მრავალჟამიერ სიცოცხლე უსურვოთ ჩვენს უწმინდეს. რა თქმა უნდა, მამა ლუკა, სწორედ წმინდა ანდრია კრეტელის კანონის შესახებ უნდა ვისაუბროთ. რატომ იკითხება დიდ მარხვაში საინტერესო პირველ კვირაში და რა არის მისი დანიშნულება, რისკენ მოგვიწოდებს, რისკენ განგვსწავლის? პირველ რიგში მეც მიულოცავ ყველას მარხვის დაწყებას და ეს ძველთაგანვე მოდის ქრისტიანთაგან. მე თავდაპირველად მიკვირდა მოსალოცი, ახლა ეს არის უფრო რაღაცა ტვირთი, რაღაცა უნდა იომო. აკრძალვებთან არის დაკავშირებული. ხო, რაღაცა თავი უნდა შეავიწრო და ამ დროს ულოცავენ ერთმანეთს ამ თავის შევიწროების საშუალებებს და მე მივხვდი რომ ეს არის შანსი რომ შენი თავი შეცვალო ცუდიდან უკეთესობისაკენ, სიკვდილიდან სიცოცხლისკენ რო შეცვალო. აი ეს მომენტია და ანდრია კრეტელის კანონიც და მომამზადებელი კვირებიც იმიტომ არის და ზოგადად ლოცვებიც იმიტომ არის და ბიბლიაც იმიტომ არის რომ ადამიანი მიხვდეს რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს, რანაირად უნდა მოიქცეს. პირველ რიგში ანდრია კრეტელი, ეს საეკლესიო პოეზია, საოცარ სიბრძნეს პოეზიის ენით გადმოგცემს. პოეზიას თავისი სიმსუბუქი აქვს. აქ მთელი ისტორია ბიბლიური, კაცობრიობის მთელი ისტორია თითქოს ადამიანების ღმერთთან ურთიერთობა, მათი დაცემა, ღირსეულების ღირსება და ცოდვილების ცოდვილობა არის წარმოჩენილი, რომ ნათლად დავინახოთ რა ხდება. აი ადამის ცოდვიდან დაწყებული სოდომელთა ცოდვით გაგრძელებული ნინევია ასევე უნდა დაღუპულიყო, მთელი ქალაქი უნდა დაღუპულიყო, მაგრამ აი და არავინ არ იყო იქ მართალი ადამიანი. ნინევიაში არავინ არ იყო ასევე იქ მართალი, რომ სიკეთე ეკადაგა, მაგრამ აი იონა წინასწარმეტყველი მიავლინა ღმერთმა. იონას არ უნდა წასვლა, იმიტომ რომ არ სჯეროდა რომ ეს ხალხი მოიქცეოდა სიკეთისკენ, არ სჯეროდა. და ღმერთს ესე დაახლოებით სიტყვებს ეუბნება რომ მაძალებო ახლა უაზროს შრომისთვის რატო მაძალებო დაახლოებით ესე და არც წავიდა იონა პირიქით სხვა მხარეს წავიდა და მე მოხდა რომ ვეშაპმა გადაყლაპა და ვეშაპმა მიიყვანა იმ ქალაქთან. იონა მიქადაგა და ქალაქი შეიცვალა. ცხოველებიც კი ამარხულეს. სოდომელები არ შეცვლილან მიუხედავად იმისა რომ ლოტი და მისი ორი წმინდა ქალიშვილი ცხოვრობდა იქ. და ზოგადად ადამიანი ან შეცვლის თავის თავს, ან არ შეცვლის. აი მაგალითად ნოეს დროს ნოე და სულ 8 ადამიანი აღმოჩნდა, ვინც გადარჩა.
დანარჩენები კი წარწყმდნენ, იმიტომ რომ უკვე ბოროტების განსახიერება იყვნენ ისინი. ანუ მათ ისინი წარწყმედილნი იყვნენ. ესე იგი წარწყმედა ნიშნავს, როდესაც უკვე გამორიცხულია, რომ ადამიანი უკეთეს სიკეთის გზას დაადგება. და აი ასე წარწყმედილნი იყვნენ და 8 ადამიანი გადარჩა მხოლოდ. თუმცა ეს ადამიანები ნოე, ესე იგი, კიდობანს აშენებდა 120 წლის მანძილზე და 120 წლის მანძილზე ის ქადაგებდა, რომ ცოდვებისათვის მოვიდოდა ძალიან დიდი სასჯელი და მას დასცინოდნენ, არ სჯეროდათ. ეს საინტერესო ისტორიებია და ანდრია კრიტელ ეპისკოპოსს ეს აქვს ძალიან, ესე იგი, ხატოვნად და ლამაზად გადმოცემული და მოკლედ გადმოცემული. და ჩვენ როდესაც მას ვლოცულობთ, ესე იგი, მადლთან ერთად ჩვენ, ესე იგი, ვღებულობთ ძალიან დიდ ცოდნას, რომ ჩვენც ვიცოდეთ რა გადაგვარჩენს და ჩვენ ვიცოდეთ სწორი ცხოვრების წესი. თვითონ ანდრია კრიტელი ეპისკოპოსი, მთავარ ეპისკოპოსი განსაკუთრებულია იმით, რომ ის ბავშვობიდან მუნჯი დაიბადა, ვერ საუბრობდა და ერთ-ერთი ზიარების შემდგომ 7 წლის ასაკში, როგორც არის ცნობილი, ის ამეტყველდა. და ისე ამეტყველდა, რომ დღემდე ეს სიკეთე ჩვენც გვაქვს და მე როგორც სასულიერო პირი, როდესაც ამას ვკითხულობ, უდიდეს მადლს გრძნობ. და ყველა ქრისტიანი გრძნობს ამ განსაკუთრებულ მადლს. მაგრამ უნდა აღინიშნოს განსაკუთრებულად ამ მადლს ყველა უგრძნობთ, მაგრამ განსაკუთრებული ცოდნაა იქ. განსაკუთრებული კუთხით არის დანანახი. ვთქვათ, რა ცოდვა ჩაიდინა კაენმა, ან რა სიკეთე ჰქონდა აბელს. ეს ძალიან პატარა ასაკში ჰქონდა თავად ეს განსაკუთრებული ცოდნა, როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ. კი, ზოგადად ადამიანი, როდესაც ღმერთს მისცემს თავის თავში გაქანების საშუალებას, ადამიანი, აი როცა გიხარია, სხვანაირი ხარ. და თუ სიხარული შეწყვიტე რაღაცის გამო და ამას ადამიანში წყდება სიხარული, მშვიდობა ცოდვის გამო. თუ შეწყდა, მერე ადამიანი გადადის გადარჩენის რეჟიმში, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგების ენით რო ვთქვათ, თვითგადარჩენის რეჟიმშია, ბრძოლაშია, რომ ამ ცოდვამ, ამ ბოროტებამ ბოლომდე არ გასრისოს ის და მერე მთელ ცხოვრებას ატარებს აი თვითგადარჩენის რეჟიმში. დაძაბულობაში, სტრესში და იქ სიხარული სად იქნება. დიახ. მამა ლუკა, როგორც ვთქვით, 4 დღის განმავლობაში პირველ კვირაში იკითხება ანდრია კრეტელის დიდი კანონი და გაყოფილია ნაწილებად. ხომ აი რის მიხედვით არის ეს საინტერესოა, ვთქვათ, ორშაბათს გუშინ უკვე იქნა წაკითხული, აი დღეს რა წაიკითხება და შემდგომ დღეებში. აი როგორ არის ეს ყველაფერი გადანაწილებული? ბიბლია დიდია ზოგადად, მაგრამ ამოკრებილიც არის ეს ყოველივე, მაგრამ მარტო პირველ კვირაში არ იკითხება, ეს შუა კვირებშიც დიახ, შემდგომაც, მაგრამ აი უშუალოდ ახლა ამ კვირაზე რომ კი ეს იმიტომ რომ ადამიანი რაღაცნაირად აი მარხვის დასაწყისში ხდება ეს ყველაფერი, რომ ფორმაში მოვიდეს ადამიანი, რომ დაინახოს რა უნდა მას, მაგალითები რომ დაინახოს, რომ ესე იგი ამ ქვეყნიური სიამოვნებებით ცხოვრება თუნდაც რომ ილოცო ნიშნავს რომ წარწყმდები და ამის მაგალითები მოდის ამ ქვეყანაზე აუცილებლად თავშეკავებით უნდა იცხოვროს ადამიანმა და ესეთნაირად მაგრამ ადამიანს ესე იგი ვიცით და ეკლესიურადაც ესია რომ ერთ მომენტში აი ემოციურად ერთხელ რო აღფრთოვანდები და ერთხელ რაღაცას მიხვდები ეს არ არის საკმარისი შენ უნდა ეს ხშირად იმეორო და მაგალითები ძალიან ბევრი არის ბიბლიაში. საკმარისზე მეტია. დიახ. და აი ის მაგალითები უნდა გაიაზრო, ამას დრო ჭირდება და დღეები ჭირდება და მარხვაც ეს არის, რომ მარხვის დროს ჯერ უნდა ცოდნა მივიღოთ, ინფორმაცია მივიღოთ, მერე ის უნდა ჩვენში ასე ვთქვათ, როგორც ვაჟებ-შაველ ამბავს გადავხარშოთ. ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში და მე ის საქმეში გადავიტანოთ ჩვენივე ცხონებისათვის, რომ რაღაცა ესე იგი გარკვეული ვიყოთ. და რაც შეეხება დღეთა ხანგრძლივობას, ეს იმიტოა, რომ უბრალოდ ამ დღეების მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ადამიანმა ბიბლიას და ბიბლიურ ესე იგი ისტორიებს. დიახ. მამა ლუკა, ფაქტობრივად ვისაუბრეთ აი ამ დღეების აღნიშვნაზე, თუ რატომ ვლოცავთ ერთმანეთს მარხვის დაწყებას. საინტერესოა
რას ნიშნავს სულის დღესასწაული? მარხვას, სინანულს, მიტევებას იგივენაირად მოიხსენიებთ როგორც სულის დღესასწაული. რომ განმარტოთ რას გულისხმობს ეს სიტყვები, რა არის სადღესასწაულო სულისთვის ამ დღეების განმავლობაში? აი პავლე მოციქულის ეპისტოლე იქნა წაკითხული კვირას, ანუ მარხვის უშუალო დაწყების წინ და წირვაზე და იქ ასეთი სიტყვებია, რომ დრო არისო რომ გაიღვიძოთო. გაღვიძების დრო არისო. მე თავიდან, როდესაც ახალი მონათლული ვიყავი, ვერ გავიგე ეს სიტყვა გაიღვიძე, ახლა მძინავს თუ ესე იგი თუ ცოდვა ჩადიხარ შეგნებით. დიახ. ან შეუგნებლად, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ის გაძინებს. ანუ აი მაგალითად როგორც ახლა არის ეს გავრცელებული, რომ აი თქვათ შეიძლება ადამიანი ცოდვებს ჩადის, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ ნუ ღმერთი მაინც მოწყალია, ნუ მოვადრო და აი ორშაბათიდან, აი მარხვის დაწყებიდან, აი იმ თვიდან მოვიშორებ ამ ბოროტებას. აი ამ ნებისმიერ ცოდვას აქვს რაღაც ანესთეზიას უკეთებს ადამიანს, აჰიპნოზებს ადამიანს და ადამიანი რაღაც აი ჩაკეტილ წრეში ცხოვრობს. და არ ცდილობს, რომ ცოდვას თავი დააღწიოს და ნუ რაღაცა მიზეზების გამო ის იძინებს სულიერად. იძინებს და ის სწორედ რომ უნდა შეიძრას ადამიანი შინაგანად და სულიერი აზროვნება წინ უნდა წამოვიდეს. თორე ცოდვას თავისი რეჟიმი აქვს, იმისი თავის რეჟიმზე აცხოვრებს ტვინსაც, გონებასაც, გულსაც, ნებისყოფასაც, უფრო სწორედ ყველაფერს პარალიზებას უკეთებს და ამიტომ ძილს არის ის შედარებული პავლე მოციქულისგან. ამიტომ რა თქმა უნდა გაიღვიძოს ადამიანმა და უნდა შეწყვიტოს აი ეს დამანგრეველი ცოდვის ზემოქმედება თავის თავზე. და ეს მოსალოცია თუ ამას შეძლებს ადამიანი. და თუ ამას ჯერ არ შეუძლია, როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს, მაშინ მოსალოცად ქონია საქმე, იმიტომ რომ შეუძლია რომ შეაჩეროს ეს. შეუძლია. დიახ. მამალკო, ისე წმინდა ანდრია კრეტელის დიდ კანონს რომ დაუბრუნდეთ, აი სინანულის შესახებ მოგვიწოდებს და ნუ ვიცით რომ ერის ადამიანსაც შეუძლია რომ სახლში წაიკითხოს, თქვათ, მაგრამ ტარდება ტაძრებში მსახურება ყველა ტაძარში, ანუ შესაბამისად, იმიტომ ტარდება რომ ხალხიც დაესწროს, ხო? აი რატომ არის მნიშვნელოვანი დასწრება ამაზეც რომ ვისაუბროთ? აი ტელევიზიითაც გადაიცემა მაგალითად და ვინც უძლურად არის შეუძლია სახლში მოისმინოს, ან თვითონ წაიკითხოს, თქვათ, როგორც თქვით, მაგრამ რატომ ტარდება მაშინ ტაძრებში და რატომ არის აუცილებელი ტაძრებში დასწრება? აი გუშინ სიონის საკათედრო ტაძარში ესწრებოდი, სავსე იყო სხვათა შორის ტაძარი, ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა და 100 ახალმე ძირითადად. კი, მადლობა ღმერთს. ზოგადად, როდესაც ესე იგი ქრისტიანები ერთად იკრიბებიან, უფალი ბრძანებს 2 ან 3 თუ ჩემი სახელით შეიკრიბებითო, მე თქვენთან ავარო და მე მაგალითად ახალი მონათლული რო ვიყავი, სწორედ ეს მიკვირდა. ესე იგი ტაძარში რომ მივიდოდი, გულს უხაროდა ძალიან. ამ დროს აი მე მახსოვს აი ერთი ეპიზოდი მახსოვს. აი გადავხედე ხალხს, არცერტს არ ვიცნობდი. არცერტს. ახალი მონათლული ვარ, მივედი ერთხელ ტაძარში 2ჯერ, მესამეჯერ, მე-4ჯერ ხა კი ზოგს ვესალმები, ზოგს ვერა, ზოგი არც მიყურებს, ზოგი მე არ უყურებ. მაგრამ აი მათი შეხედვა მიხაროდა, მათთან ერთად ყოფნა მიხაროდა და აი გრძნობდი რომ რაღაც აი როგორც კი მოძღვარი იყო და ასამაღლებელს აი რაღაცა ხდებოდა ნისლი გადმოდიოდა თუ რაღაცა გადმოდიოდა დიდი ენერგია უხილავი და კიდე უფრო აძლიერებდა ამ ჩემს სიხარულს მაგრამ ამ ადამიანებთან ერთად უფრო მიხარობდა მარტო რომ ლოცულობდი მარტოც მიხარობდა ხოლმე მაგრამ ვერ შევადრიდი ეკლესიაში იმიტომ რომ ვფიქრდებოდი მე ლოგიკურად ამ ადამიანებს ღმერთი უყვართ და ჩვენ პერიოდულად ერთად ვიკრიბებით თან უფალი ამბობს რომ მეც თქვენთან ერთად ავარო და ეს დიდი ბედნიერებაა, იმიტომ რომ ამაზე დიდი ერთობა და დიდი სიკეთე არ არსებობს, როცა გულმართალი, პატიოსანი, ღვთისმოყვარე ადამიანები იკრიბებიან და ერთად ადიდებენ ღმერთს. მე ვემხრობი თუ ვინმე ვერ ესწრება კარგი ვარიანტია, რომ თვითონ წაიკითხოს. ესეც შესაძლებელია დასაშვებად. ვარიანტია რომ მოისმინოს, თქვათ, ინტერნეტით ან ტელევიზიით და ნუ ყველაზე კარგი ვარიანტად მიმაჩნია, როდესაც მაგალითად
ტაძარში არიან და თვითონაც ადევნებენ თვალს, რას ლოცულობს მოძღვარი და ანუ ძლიერდება ეს. დიახ, ცოტა რთულად გასაგები არის ეს კანონი და ამიტომ ეს თვალის მიდევნება ძალიან ეხმარება ადამიანს იმაში, რომ უფრო კარგად გაიგოს. კი და ნუ შეიძლება რომ მოინიშნოს რაღაცა განსაკუთრებულად რომ აი გულის ხმას ყოფს რაღაცა შენს გულამდე რომ ჩააღწევ, ის ადგილი უნდა მოინიშნო და მე უფრო გაერკვიო საიდან მოვიდა ბიბლიიდან, რა ადგილიდან არის ამოღებული ის რომ იმაში გაერკვიო, ის ისტორია შეისწავლო და ძველ ქართულად რო ვთქვათ რომ განათლებული გახდე, ანუ ნათლის მატარებელი უნდა გახდე. თანამედროვე სიტყვა განათლება არაადეკვატურია იმასთან, რასაც წინაპარიდებდა სიტყვა განათლებაში. განათლება სიტყვის ფუძე არის ნათელი. ამ ნათელს უნდა ფლობდეს, ღვთისგან მოსულ ნათელს. ყველანაირი ცოდნა არ არის განათლება და ნათლის შემოსვლას არ იწევს ადამიანში. პირიქით, ინფორმაციის თუ წაკითხulis შეიძლება 80% ან მეტი იყოს პირიქით სიბნელის მომტანი და დამხშობი ადამიანში. ეს ადამიანი უნდა გაარჩიოს, მაგრამ ეს როგორ არის ითის ეკლესიას წარმოჩენილი აქ როგორც აი საუკეთესო საკვები ადამიანის სულისათვის, რომელსაც უნდა ეზიარო და რომელიც უნდა მიიღო, რომ შენ გაიხარო და შენ დანაყრდე, ასე ვთქვათ. საგალობლებით განსაკუთრებული ესე იგი ისმის ჟღერს ამ კანონის დროს და მიწყალემე ღმერთო მიწყალემე სულ ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ჟღერს. მე მაგალითად ჩიტის გალობასაც სხვანაირად აღვიქვამ. საერთოდ სხვა პერიოდია ეს წლის მანძილზე, ეს არის სხვა პერიოდი. აი სულიერი მოღვაწეობის განსაკუთრებულად ჩერდება, ნუ თუ შენ მარხულობ, აჩერებ, რაც შეიძლება აი შენს ცუთვისებებს აჩერებ და რაღაცა ეს მე განსაკუთრებულ სიფხიზლეს ქმნის და ამას რო ემატება საღვთო მადლი და ღმერთის მოქმედება, ნუ უკვე 64-ია და 64-ის იგრძნობ შენში. აი ეს 64 ხო სამებას პლუს მეოთხეა, ანუ ეს მეოთხე შენ ხარ. და ეს მდგომარეობა უნდა იგრძნო. შენ ადამიანი არაფერზე არ ხარ დამოკიდებული. ამ ქვეყნიურზე შენ ხარ ღმერთზე დამოკიდებული. დანარჩენი ამ ქვეყანაზე შენ ხარ როგორც ღმერთი, როგორც მეფე, როგორც ბატონი. ასე იყო ადამიანი შექმნილი. ეს დონეა დაკარგული და ამ დონეს უნდა დაუბრუნდეთ. ანუ ქრისტიანები მადლით ქრისტენი უნდა გავხდეთ. ქრისტე, ანუ ცხებულნი. სულიწმინდის მატარებელნი და მე სამება უნდა დამკვიდრდეს ჩვენში, როგორც სახარებისეულად უფალი ბრძანებს, მე და მამა მოვალთ და დავემკვიდრებითო თქვენში, ვინც ცნებებს იცავთ. დიახ. მამა ლუკა, აი ეს საკითხი, თემა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ახსენა ელისაბედმაც, რომ გუშინ სავსე იყო უამრავი ადამიანი იყო სიონის ტაძარში. და ყველა ტაძარში ალბათ რა თქმა უნდა, სხვა ტაძრებშიც ბუნებრივი. აი დღევანდელ რეალობაში რამდენად სწორად გვესმის, რომ მნიშვნელოვანია მსახურებებს დავესწროთ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ხომ, უმძიმეს დღეებში, განსაკუთრებით რომ უნდა ვიყოთ მოწადინებული, ხომ, ჭეშმარიტ გზას დავადრით. რამდენად სწორად გვესმის დღევანდელი რეალობა მორწმუნეებს. გარეგნული ქცევები მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც შინაგანად სწორი მდგომარეობა აქვს ადამიანს. აი თუ ადამიანს აქვს სინანული, აი მექანიზმი ეს არის. ადამიანმა ჩაიდინა ცოდვა და ცოდვას სიტყვა ცოდვაზე ყური გვაქვს მიჩვეული. ცოდვის ჩადენა, ნებისმიერი ცოდვის ჩადენა, ეს არის ბოროტება. ბოროტებას ჩადის ადამიანი და ამის მერე რა ემართება? ხო აფასებს მერე, რომ ესე არ უნდა მოქცეულიყავი, ეს არ უნდა გამეკეთებინა. აი ამან უნდა შეძრას და ადამიანმა უნდა დაგეგმოს უნდა ინანიოს, რომ ეს არ არის სწორი. მე ბოროტების ჩამდენი ბოროტი ხდება. და როგორც წმინდანები ბრძანებენ, ნებისმიერი ცოდვა, ეს არის უკურნებელი სენი. ანუ ნებისმიერი ცოდვის ჩამდენი ადამიანი უკვე მკვდარია. ის მოკვდება, ის არ გადარჩება. შანსი არ არის გადარჩენის. წარმოვიდგინოთ ფიზიკური დაავადება, როდესაც ფიზიკური სხეული ვერ უსხლდება აი ამ საშინელ მარწუხებს, მაგალითად დაავადების. აი იგივე ემართება სულს, ოღონდ ნებისმიერი ცოდვის ჩადენის დროს. ესე იგი, მთავარი არის შინაგანი მდგომარეობა, რომ ადამიანს არჩევანი კონდეს გაკეთებული სიკეთესა და ბოროტებას შორის. შეიყვარეთ სიკეთე და მოიძულეთ უსჯულოება. აი ეს თუ აქვს ადამიანს გადაწყვეტილი,
მაშინ ის ძალიან ეფექტური იქნება მისი ლოცვაც, მისი ზიარებაც, მისი ყოველდღიური ცხოვრებაც. მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევებია, როდესაც ადამიანს არ აქვს შინაგანი გადაწყვეტილება მიღებული, რომ მაგალითად ბოროტება მოიშოროს. და მაგალითად აი ამ ლოზუნგით თუ ფორმულით, რომ ღმერთი მოწყალია, ჩადის ამ ცოდვებს. ან მარხვაში იმარხულებს, მე ისევ ჩაიდეს თავის საყვარელ ცოდვებს და ნებისმიერი ცოდვა პირველ რიგში არის სიამოვნება და ადამიანი რეალურად სიამოვნებას ვერთმობს. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ქრისტესთან მისული ადამიანები, რომლებიც იკურნებოდნენ, ქრისტე მათ ეუბნებოდათ, წადით და ნუღარს ცოდავთ. თუ ადამიანი წავიდა და ისევ ცოდა, მაშინ აზრი არ აქვს, მაშინ ქრისტე ღორს ადარებს სახარებისეულად ესე იგი ასეთ ადამიანს, რომელსაც განბანენ და ისწავა მე ისევ ტალახში ჩაწვება. მოვა ისევ გაბანენ, ისევ წავა ტალახში ჩაწვება. ან ძაღლი, რომელიც თავის ნარწყებს უბრუნდება, ეს საოცრად ჩემთვის საყვარელი ცხოველს აქვს ეს საშინელი თვისება. რომ აი და ასე შეიძლება ადამიანიც იყოს, რომ რასაც ამოანთხებს ადამიანი თავის ცუდი თვისებების სახით, იმას აღარ უნდა დაუბრუნდეს არასდროს. ან ღორი ისევ მწვირეში არ უნდა ჩაწვეს. ანუ თავის ცუდ თვისებებს აღარ უნდა მიუბრუნდეს. ეს ამ პირობ ღვთათვის ბუნებრივია, რომ ჩვენ დაგვანახოს ღმერთმა რამდენად საზიზღარია ასეთი ესე იგი ქცევა და ეს ადამიანს არ უნდა კონდეს. ბუნებრივი არ უნდა კონდეს ადამიანს. ესე იგი, ესეთი შინაგანი მდგომარეობა რო ექნება და ქართულად რო ვთქვათ, გადაწყვეტილება ექნება, მიღებული და გაწყვეტილი ექნება კავშირები თავის ცუდ მხარესთან, თავის ცუდ თვისებებთან, აი ამის შემდგომ აქვს ძალიან დიდი ეფექტი ლოცვებს. მაგრამ თუ ასეთი შინაგანი გადაწყვეტილებები არ აქვს ადამიანს, მაგრამ გარეგნულად იქცევა, ეს უკვე ფარისევლობაა. ანუ თავის თავს ვერ კურნავს ადამიანი, თავის თავში რჩება ისეთი როგორიც არის და გარეგნულად თქვათ მოქმედებს ყველაფერი, მაგრამ შიგნით ვერ აღწევს. აი როგორც ქვაში რო წყალი ვერ აღწევს. შინაგანი უცვლელი რჩება. შინაგანი უცვლელი რჩება. ესე გარეგნულად მოქმედებს მადლი და შინაგანად კი ვერ შედის მადლი და ასე არ შეიძლება დაემართოს ადამიანს. ჩვენ ზოგადად ისერი ვართ, ვინც ღვთის მადლს ვხვდებით, გრძნობთ და ამ მადლით ვცხოვრობდით და ყველაზე მაღალი დონის ადამიანად ძველად, ეხლა არა, ძველად მიგვაჩნდა მადლიანი ადამიანი, ანუ მადლის მფლობელი ადამიანი, ანუ ვისი გულიც გაჟღენთილია საღვთო მადლით. აი ეს უნდა მივახციოთ დღესვე, ჩვენ ეს შინაგანად გვესმის. უბრალოდ ესე იგი ცოდვა გვაქვს შეყვარებული, რაღაცა ცოდვები და ეს მერე სიამოვნებას გვანიჭებს. და ამან ჩვენ ოქროს ხანა დაგვაკარგია, ოდესღაც დიდერს მრავალმილიონიანი ვიყავით, ძალიან ძლიერები ვიყავით, ოქროს ხანაში დამარცხება არ ქონდა, უმაღლეს დონეზე იყო ეკონომიკა, უმაღლეს დონეზე იყო ფილოსოფია, უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი, სამხედრო ძლიერება და ასე შემდგომ. მაგრამ აი ერთმა ჭიამ დაგვაგდო და ეს ჟამთა აღწერელი ამბობს, რომ დაივიწყესო ქართველებმა ღმერთის დიდებაო და ამ ქვეყნიურ შვება-სიამეს მისცესო თავიო. შვება-სიამოვნების მიღებები დაიწყესო და დაიქცა ერი ჩვენი და ოქროს ხანა დავკარგეთ და დღემდე ესე ვართ. მამალკო, რამდენიმე წუთი გრჩება, თუ არ ვცდები 2 წუთი და აი შენდობის დღესაც რომ შევეხოთ, ვინაიდან სინანულზე გქონდა დღეს საუბარი და ვიცით რა ხელმისაწვდომობა აქვს პატიების თხოვნას, შენდობის თხოვნას და აი არის ხოლმე მომენტი, რომ ჩვენ უფრო ადვილად თხოვთ პატიებას იმ ადამიანს, ვისთანაც საერთოდაც არაფერი დაგვიშავებია და აი სადაც დანაშაული გვაქვს ჩადენილი, სადაც რაღაც ჩვენი ცოდვაც არის, იქ უფრო გვიჭირს და ნუ ეს დღეები რომ ისევ გრძელდება და ნუ თქვა შენდობის თხოვნა დღესაც შეგვიძლია, ხოლმე შეგვიძლია ერთმანეთისთვის და კი, როგორ კარგად თქვით, მართლაც არის ეს და ესე იგი ადამიანი ყველაზე დიდი პრობლემები სადაც არის, ზუსტად იმას უნდა შეუტიოს. აი მე მახსოვს ვახტანგ გორგასალზე რო ვკითხულობდი, ის არ იბრძოდა წინა ხაზზე. ის იდგა შორს და სადაც დაინახავდა რომ ყველაზე მეტად უჭირდათ, აი იქ მივარდებოდა და ნუ ბრთხნად აქცევდა ყველაფერს. აი ადამიანს ასე უნდა იყოს, ყველაზე რთულ უბანს უნდა შეუტიო და დაანგრიო ის და მე ძალიან დიდი мотиваცია გაქვს. უნდა დაანგრიო შენს თავში ყველანაირი რაც იწვევს მოწამვლას შენსას, ბოღმას, შფოთს,
შურიძიების სურვილს, 1000 სცენარების წერას და კეთებას და უნდა ესე იგი თუ არ მოიშორე უარყოფითი ვერ გაიხარებ და შენი მიზანი ხო არის რომ გაიხარო. ამიტომ ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ გაიხარო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი საუბრობდა სტუდიაში.